მოგესალმებით, ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი სტუდიაში თქვენთვის მედია თოდრაძე მუშაობს. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრებმა თავიანთობაში ბაზრის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. თია იოსელიანი გვიამბობს. დასაწყისისას ხაზი ოპოზიციური პარტიების აუცილებლობას გაესვა. ვერეკი სწორედ მათი მხარდაჭერით გაკეთებული საქმეების და გადაჭრილი პრობლემების ჩამონათვალს. გურიაში არსებულ ნებისმიერ მოვლენაზე რომ გამოხმაურება სულ ექნებათ, ამის პირობაც დადეს. შემდეგ კი შეკრების მთავარ თემას დაუბრუნდნენ, რისი ძირითადი საფუძველი აგრარული ბაზრის 87 მოვაჭრისგან ზურაბ ნოღაიდელის სახელზე გაგზავნილი წერილი იყო, სადაც ისინი ბაზარში ხანძრის განზრახ გაჩენაზე და მათი სურვილების წინააღმდეგ იძულების წესით ახალ სავაჭრო ცენტრში გადაყვანაზე აკეთებენ აქცენტს. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სუბიექტურობისთვის თავის ასარიდებლად ჟურნალისტებთან ერთად ახალი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე და ძველი ბაზრის მოვაჭრეები იყვნენ. რაც შეეხება მოპატეჟებულ გამგებელს, რომელთანაც სატელეფონო საუბარი შედგა, როგორც ნაცვალაძე აცხადებს, თურმე საჭირო დარჩა უთვლია პრესკონფერენციას დასწრებოდა. სანამ ბაზრის ირგვლივ გაჩენილი მრავალი კითხვის და შეხედულებების ჩამოყალიბება შეუდგებოდნენ, ნაცვალაძე მიმწერილი შინაარსი გაგვაცნო, რომელიც ხანძრის გაჩენამდე 2 თვით ადრე მიიღო და რომელშიც რამდენიმე მოვაჭრე ბაზრის მოსალოდნელ დახურვაზე ამცნობს. ამას კი მოჰყვა ყველა ის ვარაუდი და მტკიცებულება, რაც ხანძრის შემდგომ აგრარულ ბაზარში გატარებულ ღონისძიებებს მოჰყვა. პირველი ხაზგასმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადამეტებულ უფლებამოსილებებზე და დაშვებულ შეცდომებზე გაკეთდა. იმ ბრალეულობაზეც მიგვანიშნა, რაც ზეპირი გადაწყვეტილებების საფუძველზე ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტისა და სამართლებრივი აქტის არ ქონის მიუხედავად ბაზრისთვის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნა იყო. 10 სექტემბრის ღამეს და პოლიციელების მიერ დარბეულ მოვაჭრეებს და დახლებს კიდევ ერთხელ მოუბრუნდა და კითხვაც დასვა. ქონდა თუ არა გამგებელ და მის მოადგილეს უფლება უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ბაზრის შესასვლელი კარების დახოვაში. რაც შეეხება სურსათის უნებლობის და ვეტერინარიის სამსახურის მიერ შემოწმებულ პროდუქტებზე დადებულ დასკვნებს, 38 სხვადასხვა შემოწმებული პროდუქტიდან 11-ზე დარღვევა აღმოაჩინეს. საბოლოო დასკვნებში ასახულს არარეალური, თუნდაც იმ მიზეზით უწოდეს, რომ სინჯებზე დასწრების უფლება ბაზრის ლაბორატორიის თანამშრომლებს არ მისცეს. პრობლემის არსის მიმოხილვის შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასულ შეხვედრაზე ახალი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელს რამდენიმე კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იმ მოვაჭრეების მხრიდან დასმულზე, რომელთა დაკმაყოფილება ფართებით მას არ შეუძლია. ძველ ადგილებზე თავისუფლად ვაჭრობის საშუალებას კი დღემდე არ აძლევენ. აფიშირებული ხელშეკრულებების გაფორმების საკითხით შეახსენეთ, რაზეც სირაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პირობა, რომ ეს ოფიციალურად აუცილებლად გაფორმდება თითოეულ მოვაჭრესთან. როცა ახალი ბაზრის მფლობელთან უკვე რიგ ცილიწამებაზე გადავიდნენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და მოვაჭრეებისთვის პრობლემების განზრახ შექმნაში დადეს ბრალი, უკვე მოვაჭრეებთან იმ სისხლის სამართლის განაშაულზე მოხდა შეხსენება, რომელ კონფლიქტურ სიტუაციასაც სირაძეების კუთვნილი 2 მსუბუქი ავტომობილის დაზიანება მოჰყვა. ურთიერთბრალდებების შემდეგ პრესკონფერენციის შეჯამება მოძრაობის მხრიდან შემდგომში 2 მიმართულებით დაწყებულ მუშაობაზე საუბრით დასრულდა. ერთი გამგეობისგან იმ დოკუმენტაციის გამოთხოვას ეხება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ბაზრისთვის ექსპლუატაციის შეჩერება და მეორე, რასთან დაკავშირებითაც განცხადებები უფრო მკაცრი და მოტივირებული იყო, რომ მოძრაობის წევრები ყველანაირი ხერხების გამოყენებით შეეცდება ორივე ბაზრისთვის ფუნქციის შენარჩუნებას, რათა არც ერთი მოვაჭრეს ან თუნდაც მომხმარებლის უფლება არ იყოს დარღვეული და ნებაყოფლობითი ნაძალადევმა არ ჩაანაცვლოს. სავსებით კარგია და მისაღებია, რომ ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და სათანადო პირობებიც არსებობს ამის. მაგრამ ჩვენ მის მომხრე ვიქნებით, ნახავთ ყველა საბუთებს ნახავთ. და მის მომხრე ვიქნებით, რომ ორივე ბაზარმა ფუნქციონიროს, იყოს კონკურენცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი კანონების დაცვით უნდა ფუნქციონირდეს ეს ძველი აგრარული ბაზარი. ეს ხალხი თავიდანვე მართალია, რასაც დოკუმენტები, წარმოდგენილი დოკუმენტები არ აძლევდა საშუალებას გურიის ადმინისტრაციას, გნებავთ ოზურგეთის გამგეობას, რომ ეს ბაზარი დაეკეტა. თუ ჩვენ მოვითხოვეთ კიდეც რამოდენიმე საბუთი, ჯერჯერობით არ მიგვიღია ეს საბუთი, რის საფუძველზე მოხდა დაკეტვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველას ინტერესები, მათ შორის მეწარმეების ინტერესებიც, კერძო მესაკუთრეების ინტერესებით და იმ ადამიანმა, რომელმაც ააშენა ეს შენობა, დახარჯა ფული, რა თქმა უნდა, ჭირდება, რომ მასთან შევიდეს ადამიანები, რომლებიც ივაჭრებენ, მოვაჭრეები. ამიტომ ჩვენ არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებით დავარღვიოთ. ამავდროულად უნდა დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესები, რომლებიც მაღაზიები აქვთ, ქირით აღებულები და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც არიან და იმ მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ, რომელსაც პოლიციამ გზა გადაუკეთა და ელემენტარულად საშუალება არ ქონდა, რომ შესულიყვნენ შიგნით. ამიტომ ჩვენ ეს დღევანდელი დღე არ არის დასასრული, ჩვენ შევიკრიბებით აუცილებლად კიდევ უფრო დეტალურად და ყველანაირად პირდაპირ მოვთხოვთ ხელისუფლებას იმას, რომ ბაზარი, რომელიც გლეხისთვის არის განკუთვნილი, არ უნდა დაიხუროს. ხელისუფლებას ვერაფერს ვერ მოვთხოვ.
როგორც სავაჭრო სახლის ბეპატრონი და დირექტორი, ხო? მე შემიძლია როგორც მოქალაქებოდ, ხო, რაღაცა, ხო, როგორც ერთგვარი რიგითმა ამორჩეველმა, რიგითმა მოქალაქემ. ხოლო რაც შეეხება რომ რაღაცა გარკვეული ტალღა ჩვენსკენ მოდის, ნუ ეს გარკვეული ადამიანების რამოდენიმე კატეგორია, რამოდენიმე ადამიანი დანარჩენი იქ იყო მაყურებელი და ადამიანებმა რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. და ვთხოვდი იგივე ოპოზიციასაც და იგივე ჟურნალისტებსაც რომ ადამიანებს უბრალოდ მოუწოდოთ ცოტა გონებისკენ და მეტი არ გაიმეოროთ, რომ ჩვენ ამას აღარ მოვითმენ და სისხლის სამართლის საქმე აღიძრება ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება იმის რომ ორივე ბაზარი უნდა დარჩეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ამას ალბათ სათანადო ორგანოები გადაწყვეტავენ და მე მაგაზე ვერაფერ კომენტარს ვერ ვიტყვი. ამერიკაში სამკვირიანი ვიზიტის შემდეგ კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე იმ სამუშაო პროცესებზე და შტაბ-ეჭვლებებზე საუბრობს, რომლის დანერგვასაც ამერიკული გამოცდილებიდან გამომდინარე სამომავლოდ აპირებს. თია იოსელიანი განაგზობს თემას. პროექტი, რომლის ფარგლებშიც კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ოჰაიოს შტატს სტუმრობდა, მიზნად ფესტივალების ორგანიზებასა და არტ-ფესტივალების მენეჯმენტში გარკვეული გამოცდილების დაგროვებას ისახავდა. საქართველოდან ჩასული 2 სამთავრობო, 8 კი არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები შტატის რამდენიმე ქალაქს სტუმრობდნენ, სადაც მათი კულტურის გაცნობასთან ერთად საშუალება ეძლეოდათ როგორც ქართულ-ამერიკულ მიდგომებს შორის პარალელების გავლებისა, ასევე მნიშვნელოვან სამომავლო ურთიერთობებზე შეთანხმების მიღწევაზე სერიოზული მუშაობის. კლივლენდში, კოლუმბოში, ბუფალოში, ვაშინგტონში და ჩიკაგოში ყველა ის ორგანიზაცია მოინახულეს, რომელიც თავისი მიმართულებით კულტურასთან და ხელოვნებასთანაა დაკავშირებული. მათ შორის რადიო კლივლენდში, რომელიც წელიწადში 380 ფესტივალს ატარებს და მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლოა მათი ორგანიზებული ფესტივალის სტუმარი გურული ფოლკლორის ანსამბლი შალვა ჩემოც გახდეს. კოლუმბოში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის იმ პოზიტიურ მხარეზე საუბრობს, როცა მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმება შეიძლება გახდეს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, თუ იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევას მოახერხებენ. საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე საუბრობს თანამედროვე მუზეუმთანაც. ღვინის მსოფლიო ფესტივალის ნახვისას გაჩენილ იდეაზე, რაც ქართული ღვინის წარდგენას ითვალისწინებს შოუს ფორმით, ანუ ქართული სუფრისა და თამადის ინსტიტუტის თანხლებით. როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, მსგავსი ტიპის შეხვედრების საუკეთესო საშუალება იყო აქტიურად გაეცვალათ ინფორმაციები დღეისთვის მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის ნაცნობ ქართულ კულტურაზე, დამწერლობასა და ზოგადად ფენომენზე. სასიამოვნო მომენტი იყო და ჩემთვის და ჩემი კოლეგები, რომლებიც იგზანდებოდნენ, მათთვისაც მომენტები, როდესაც მათ ქართული გამოცდილება მიიღეს და გაიზიარეს და თქვეს, რომ ეს ჩვენთვის უცხოა და ალბათ ჩვენ ამას დავნერგავთ. და ის მომენტები, რომელიც ვიფიქსირებდა, რომ ჩვენ გარდა ჩვენს პროფესიონალებთან ერთად რაღაც კანონმდებლობაშიც რაღაცა მიდგომები და სახელმწიფო ხედვაშიც რაღაც დეტალებში ალბათ უფრო ღრმა და მეტად უნდა გავერკვეთ. ანუ ამისი აუცილებლობა ყოველ შემთხვევაში ხელოვნებასთან და კულტურასთან დამოკიდებულებაში ალბათ სერიოზულად აფიქსების საგანი არის. ყველაფერი ის კი რაც ნახა და რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ეს ეხება მიღებულ გამოცდილებას თუ ურთიერთობებს, ამბობს რომ მაქსიმალურად გამოიყენებს და განვითარებას მისცემს. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ აუცილებლად დანერგავს იმ მექანიზმებს, რაც ქართულისთვის მისაღები და ჩვენზე მორგებულად მიაჩნია. ინფორმაციასაც მაქსიმალურად გასცემს, რათა ის რაც მნიშვნელოვანია დასანერგად, მხოლოდ მის მოგონებებში არ ჩაიკეტოს და არ დაიკავოს ადგილი. ეს კონტაქტები, რომლებიც ჩვენ შევიძინეთ ამ ურთიერთობებით, ის გამოცდილება და ის ფონდებთან ურთიერთობის შტრიხები მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ჩვენ დაქვემდებარებული სტრუქტურებისადმი და მე ჩვენ ერთობლივად ალბათ შევძლებთ იმას, რომ ჩვენი პროგრამებით და პროექტებით მოვერგოთ მათთან ურთიერთობის პრინციპებს, დაინტერესება მათი მხრიდან არსებობს და არის და ჩვენ უნდა მოვნახოთ ფორმები იმისა, რომ რანაირად და როგორ გავხადოთ ეს ურთიერთობები უკვე თანამშრომლობის რეჟიმში გადავიყვანოთ.